ჩემი ღრმარწმენი ძალიან საინტერესო თემაზე უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება. ეს არის თემა საპროტესტო მოძრაობა საქართველოში, ბოლო პერიოდის საპროტესტო მოძრაობა. იცით თქვენ 2023 წელს ახალი ტალღით იფეთქა, როცა რუსული კანონი შემოიტანა ქართულმა რუსულმა ოცნებამ. მერე ეს 23 წელს მალევე გააჩერა, მალევე დამარცხდა ქართულ საზოგადოებასთან. მერე როგორც მოსალოდნელი იყო იაფერის და ითაღლითა, იცრუა და 2024 წელს შემოაბრუნა ეს რუსული კანონი და მერე მიიღო კიდეც. უკვე შემდგომ იყო არჩევნებად წოდებული ფარსი, რომელიც გაყალბდა, ეს არჩევნები გაყალბდა არა მხოლოდ 26 ოქტომბერს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. გაყალბდა 26 ოქტომბერსაც, რასაკვირველია, რეგიონებში, რაიონებში, არა ვაკესა და მთაწმინდაზე, არამედ სწორედაც რომ რეგიონებში იქ ყარეს და ყარეს ბიულეტენები. მაგრამ მარტო ბიულეტენების ჩაყარით, ან ბიულეტენების ჩაყარით ყველაზე ნაკლებად გაყალბდა. იქ იყო იმგვარი გაყალბების მეთოდები, როგორებიც ჩვენ მანამდე სულაც არ გვინახავს. როდესაც სხვა ადამიანების ნაცვლად მიდიოდნენ ერთ კი არა 17 20 უბანში და შესაბამისად უხეშად ვიტყვი ცხადი 10,000-მა დახელფასებულმა, დაჰონორარებულმა, დაპრემიებულმა ქართული ოცნების მონამ ჩაყარა 150, 200, 250,000. შეიძლება 10,000 მარა, შეიძლება 17,000 და 1000 მევუტრირებ ცხადია, მაგრამ სხვადასხვა მეთოდები გამოიყენეს. იარეს რა, ერთმა თელავისში მოიარა პირობითად 17 უბანი, მეორე მყარელში 19 უბანი, მეოთხემ თუ მესამემ საგარეჯოში 8 უბანი და ასე შემდეგ და ესე თითო რაიონში მიმაგრებული კი იყო 200 კაცი, განა არა. და გაყალბდა ეს არჩევნები. საპროტესტო ტალღა ახალი უკვე შემდგომი, პირველ რაუნდში დამარცხების შემდეგ, მას შემდეგ რაც რუსული კანონი გაიტანა მართლაც ქართულმა რუსულმა ოცნებამ, ახალი ტალღის, შემდგომი ტალღის საპროტესტო მოძრაობა დაიწყო 26 ოქტომბერს, 27 ოქტომბერს. მაგრამ ვიყოთ გულახდილნი, მე არ ვეთანხმები იმ მოსაზრება თეორიას, რომ ეს ტალღა 26 ოქტომბრის ტალღა იყო მძლავრი. თითქოს საზოგადოება შეგუებულიყო იმ მარცხს, რომელიც მან იწვნიაც არასწორი სიტყვა, აწვნევინეს ეს მარცხი, დაამარცხა ქართულმა რუსულმა ოცნებამ და ერთგვარად მიჩუმებული იყო საზოგადოება. მაგრამ იმავე წლის ნოემბრის ბოლოდან, 28 ნოემბრიდან მე გავბედავ და ვიტყვი საკუთარ თავზე, რომ ვიყავი იმ პირველ ვიტყვი ასე გავბედავ. თამეთახმება ბევრი, იმიტომ კი არა საკუთარ თავზე ვლაპარაკობ, არამედ იმიტომ რომ მე შევიგინე კიდეც, ვინც არ გამოვიდეს მეთქი ჩვენი თავისუფლების მოყვალე საზოგადოების მისამართით წარმოვთქვი ეს სიტყვა და მე შევიკურთხე კიდეც. ხო, ზურა ჭიაბერაშვილი დამეთახმება მაგალითად თუ მისმეც. ხო, მე ვიყავი 20 ეულში, 8 ეულში, რა მნიშვნელობა აქვს, 200 ეულში. გავედით რუსთაველის გამზირზე, დაიწყო ახალი ტალღა, რომელიც უკვე აგე რამდენი დღეა, მალე 300 დღე იქნება. რუსთაველის გამზირზეა. თავდაპირველად ნოემბრის ბოლო 2-3 დღის განმავლობაში და მთელი დეკემბერი და იანვარი და გარკვეული პერიოდი თქვა თებერვალი და მარტი და შემდგომ ეს იყო უმძლავრესი აქციები. მაგრამ ამ რუსულმა ოცნებამ ეს ამ აქციების მუხტი კი არა, ეს არა იმდენად მუხტი, რამდენადაც ხალხმხრავლობა, ხალხმცირობაში, ხალხმცირე რაოდენობა არის უკვე ამ აქციებზე, ცოტა ხალხია, კარგადაც ვერ ჩამოვაყალიბე, იმიტომ რომ ჩაახშო ამ ხარებებმა და ბანდიტებმა ფორმიანება, იმიტომ რომ მე ბანდიტებს ვუწოდებ სწორედ იმათ, ვინც თუნდაც ლექსიკით, თუნდაც მიხვრამოხბით და ქმედებით პირველ ყოვლისა იქცევა როგორც ბანდიტი, დამოუკიდებლად იმისა, ეგრეთ წოდებული სამხრეები თუ პაგონებს რო უწოდებთ ჩვენ, აქვს თუ არა მათ ხრებზე თუ სამხრეებზე. ჩაახშო განა არა, მაგრამ 300 დღეა დაახლოებით გრძელდება, მაგრამ საკმაო რაოდენობით მოქალაქე კიდევ გავოდის, ადასტურებს იმას, რომ ჩვენ ჰოპლა და ცოცხლობთ. პოლიტიკური სპექტრი ფრაგმენტირებულია.
პოლიტიკური სპექტრი ბევრი ფიქრობს რომ აზრზე არ არისო, მართლაც აზრზე არ არის, მაგრამ მეორე მხრივ როგორ უნდა იყოს აზრზე კი არა, როგორ უნდა იყოს ფორმაში, როცა 6-7 ლიდერი დაპატიმრებულია, 8 ლიდერი დაპატიმრებულია, ხო, ეხლა უკვე 6 ლიდერი დაპატიმრებული არის, ხო, როგორ უნდა იყოს არაფრაგმენტირებული მეორე მხრივ როცა ასეთ სერიოზულ მონსტრს უკავშირდება კი არა უპირისპირდება. მაგრამ მის მიმართ პოლიტიკური სპექტრის მიმართ ბევრი სასაყვედო როცა არის განა არა გასაკვირველი. საზოგადოებრივი სპექტრის ფრაგმენტირებული და დასუსტებული არასამთავრობო ორგანიზაციები პრაქტიკულად ჩაკლა ბიზნა ივანიშვილი. მედიაც ისე დაასუსტა რომ ჩვენ ყვირით და მათი ქარავანი კი ვყებთ ჩვენ ესე ვიტყვი, მაგრამ ამათი ქარავანი კი მიდის ჯოჯოხეთში. უვიზო რეჟიმის გარდაუვალი გაუქმება და უნდა იცოდეთ რომ ეს არის გარდაუვალი გაუქმება. კვალდებული ვარ მე ეს გითხრათ. გარდაუვალი გაუქმება შეჩერება დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისიდან. საქართველოს რაღა იხდის მისი დე ფაქტო ხელისუფლების სახით ბოდიჩს და რაღა იწულუკიანის კომისია ომის დაწყებაში ადანაშაულებს წინა ხელისუფლებას რეალურად კი საქართველოს. იმიტომ რომ წინა ხელისუფლება პრეზენტატორი იყო საქართველოსი. და იქ ბუკიდან აღარა დასცეს ცხინვალსა თუ სოხუმში ამის თაობაზე. ეს განაპირობებს არ აღიარების პოლიტიკის დასრულებას. არა, ნიდერლანდები არ აღიარებს პირველი უხეშად 15 წელი, მაგრამ სამხრეთ ამერიკული ქვეყნები უთუოდ აღიარებენ. და მიხვება სამხრეთ ამერიკულ ერთ ქვეყანას მეორე, მესამე, მე-7 ქვეყანა და რომელიღაც ეტაპზე იქნება და 210 ქვეყანაში 106 ქვეყანა იყოს აფხაზეთის რაც ცხინვალი, ანუ უმეტესობა იყოს ამღიარებელი თუ მაღიარებელი აფხაზეთის რაც ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისა. მოკლედ ჯოჯოხეთში მივდივართ ჩვენ და ამასთან ეს ჯოჯოხეთში ჩვენ გადაგვაფარებენ რუსულ ჩინურ კალთას, რუსულ სუნიანს და ჩინურს ნაკლებ სუნიანს, მაგრამ ისიც სუნიანი არა საკვირველი, იმიტომ რომ ჩინეთი დიქტატურაა და ბოროტების ერთ-ერთი ღერძია სამყაროში. ჩრდილოეთ კორეულს არ გვაფარებენო, რომელიმე კოცი იტყვის მადლობა ვთქვათო, ყველაფერი იმაზე უარესად შეიძლება მომხდარიყო. კოცი არა, შეიძლება ჩვეულებრივობა არა კოცმა მოქალაქემაც კი თქვა ეს. მაგრამ მე ვლაპარაკობ საპროტესტო ტალღაზე და მე ვლაპარაკობ თემაზე, როგორ უპირისპირებს ამ ამბავს, აი ამ ტრაგედიას, ამ ჯოჯოხეთს დამდგარს მომხდარს უკვე ჩვენს ქვეყანაში და კიდე მოსალოდნელ დაგეგმილს ქართული ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი. რვიანსაც გულისხმობ, ანუ პრეზიდენტის პლატფორმის ქვეშ გაერთიანებულ პოლიტიკურ სუბიექტებს კარგებს, განა არა. აი იმ ჯგუფსაც გულისხმობ, რომელიც 4 ოქტომბერს გამოდის ქუჩაში და იმ ჯგუფსაც გულისხმობ, რომელიც 4 ოქტომბერს თავად პირველი მიირბენს და არჩევნებში საკუთარ თავს მისცემს ხმას, ანუ ხაზარაძე ჯაფარიძე გახარიას ტრიოს. მე გეტყვით რომ კრიტიკას ვერ უძლებს პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობის, ლიდერების უმრავლესობის ქმედებები. რვიანში არ არის ენერგია, ეს ხაზგასმით სინერგია ენერგია, არ არის გამარჯვების სულისკვეთება. გავდივართ 13-ში თუ 14-ში, 13-ში თუ არ ვწდები. გავდივართ, არა მაქვს პრობლემა. მე ყველა აქციაზე ვიქნები, ყველას მივესალმები, პირდაპირ მნიშვნელობით მისალმებას გულისხმობ, ხო? მივესალმები. გამარჯვებას ვეთყვი, წარმატებას ვუსურვებ. მეორე რიგში თუ არა, მე-7 რიგში მაინც ვიქნები. გადაცემას გავაკეთებ, ვიდეო ბლოგს ჩავწერ, საზოგადოებას მოვუწოდებ, ვიტყვი რომ აბარა ის აქცია კონკრეტულად და ქვეაქციები, რაღაც ფილმია ჩვენეს, რაღაცაზე არ კარგია, არა ჩვეულებრივია. არავინ არ კამათობს ყოველგვარი მაგრამის გარეშე. მაგრამ გაგრძელებას ვერ ვხედავ თითქოს. ვერ ვხედავ რომ ასხივებენ ისინი გამარჯვებას, ვერ ვხედავ ზუსტ გეგმას, როდის ჩამოშლიან, მაინც და მაინც დროის დასახელება, ვადის დასახელება კი არ მინდა, მაგრამ რა პროცესის შედეგად ჩამოშლიან ისინი 13-ში და შემდეგ 13-ში ვიკრიბებით ოქტომბერს ბაზარი არ არის, მოვდივარ. მე 13 ნოემბერს მოვდივარ, 13 დეკემბერს მოვდივარ. მე თუ ახშირებთ 17 დეკემბერსაც მოვდივარ და 31 დეკემბერს თუ გრებავთ ისე რაც არ მაქვს ხოლმე საცივი და მანდ ვიქნები სადაც მეტყვით, მაგრამ ვერ ვხედავ პროცესს, როგორ გრძელდება, სრულდება ეს პროცესი, ეს ამბავი თუნდაც მომავალი წლის მაისში. ვერ ვხედავ, სინერგიას ვერ ვხედავ. სადაც ვხედავ, იქ ხო
აუ, არა, იქაც ვერ ხედავ, მაგრამ სადაც მიჩხრეს ეს ყველაფერი, იქ ხო ბედნიერად გრძნობ თავს, არა, ვერ გრძნობ იქ ბედნიერად თავს, ბედნიერად თუ დაკმაყოფილებულად და უყურეთ რა ხდება. 4 ოქტომბრის არჩევნებში გასვლა არის ხარაკირი იმ პოლიტიკური ძალებისთვის მინიმუმ, რომლებიც იქ გადიან იმ არჩევნებში. მინიმუმ. იმიტომ რომ ოპოზიციური საზოგადოების უმრავლესობა არ მივა ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების უმრავლესობა არჩევნებზე არ მივა არჩევნებზე როგორც ასეთზე. და აი ამ ისედაც ცოტა არჩევანი რომ მიდის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კიდევ უფრო შეცოტავდება, იმიტომ რომ პარტია ახალის ამორჩეველი საერთოდ არ მიდის და რომ მიდიოდეს მამუკა ხაზარაძეს არ მისცემდა, ირაკლი კუპრაძეს არ მისცემდა ხმას, მაგრამ არც მიდის. ამ პირობებში ძალიან ვამარტივებ კახაკალაძე ყოველგვარი გაყალბების გარეშე და ხელისუფლებას უნდა რომ გაყალბებაშიც კი ვერ მიედაოს მას ვერც ვერავინ ყოველგვარი გაყალბების გარეშე კახაკალაძიდან მთლიანად ქართული ოცნება 65-ვე მუნიციპალიტეტს მოიგებს როგორც თვითმმართველ ქალაქებში მერებს ისე საკრებულოების აბსოლუტურ უმრავლესობაში მოვა. ოღონდ ანტურაჟის იქნება ამგვარი, ვერ გავაგებინეთ ეს მამუკას და ბადრის და გახარიას რა უნდა გავაგებინოთ საერთოდ რომ თითქოს და იყო დემოკრატიული არჩევნები. დემოკრატიული, რომელიც არც გაყალბდა, სადაც დასჭირდება კი გააყალბეთ ბაღდადში, ასე მაგალითად, მაგრამ დასჭირდება კი ბაღდადში გაყალბება. 7 ოპოზიციონერი იქნება თუ 8, შეიძლება არც გამოეკიდოს ამ ამბავს. რაიონს არ წააგებს როგორც ასეთ, საკრებულოში ყველგან იქნება აბსოლუტური, სრული ან გარკვეული უმრავლესობა ქართული ოცნებისა. ხო და ამ ფარსში რომ შევყევით, კარგი არ ვარ ქმევ ამ რუსულ სპეცოპერაციას მე, მაგრამ ამ ფარსში რომ შევყევით და რომ შეიქმნა ანტურაჟი, იქმნება ანტურაჟი, რომ თითქოს ეს არის დემოკრატიული არჩევნები, ეს არის პრობლემა. ძირითადად რასაკვირველია ლელოზლიერი საქართველოსი, რაც არ უნდა მითხრას, რაც არ უნდა არგუმენტები დამახვედროს მამუკამ, ბადრიმ, თაზომ, ალეკომ, ფიქრიამ, სალომემ, სხვებმა და გრიგოლმა, სხვებმა. რაც არ უნდა მითხრან ამასთან დაკავშირებით. სხვათა შორის ამ ამბავმა შეიძლება ერთგვარად გადაავადოს დასანქცირება ქართული ოცნებისა ტარგეტირებულ სანქციებს გულისხმობ. ამიტომ ოპოზიციის ეს სპექტრი მოდი აღარ ვიტყვი რომ არ ვარ გამეთქი, იმიტომ რომ რვიანზეც არ ვამბობ რომ არ ვარ გამეთქი. ვარგა ერთიც და მეორეც, მაგრამ ცდება ეს ნაწილი. ხოლო რვიანში მე გაკითხავთ რომ ვერ ხედავ გეგმას, არასწორი სიტყვა შესაძლოა სინერგიას, რა მოძდებს, რას ამბობს კალბატონის სალომე. ჩვენში დარჩეს, რას ამბობს კალბატონის სალომე. რა არის პირველი ნაბიჯი, გადავდგით, ოკეი, გადავდგით. შევთანხმდით რომ არჩევნებში არ მონაწილეობთ. უკვე 4 ოქტომბრის შემდეგ ეს რვიანი როგორც მეხვდები იშლება ცალკე პარტიები რას აკეთებენ. როგორი ვის რა გეგმა აქვს, დროას რა გეგმა აქვს. ელენე, სწორედ გამიგე. რა გეგმა გაქვთ თქვენ? თქვენი კოალიციის 2 ლიდერი არის საპატიმროში. მესმის. წუხვარ, უცუდესი ამბავი არავინ არ გამოუშვებს, მაგრამ რა გეგმა გაქვს შენ? ლაკა, მე ეს კითხვა მაქვს. როგორ მაჩვენებთ თქვენ? იგივე ეხება ჩერგოს, იგივე ეხება კაკო ბობოხიძეს, იგივე ეხება ვინც არის, არ ვიცი, ამ რვიანში სხვები ეს 3 გამახსენდა სიმართლე. ლევან სუსკირიძეს, რომელიც ჩემი სტუმარი იქნება, ეგ რა მაგის პასუხია და დღეს კონტექსტში. ხო, ლევან სუსკირიძეს და კიდე 4 პარტია უნდა გავიხსენო 4 ლიდერი. არ ვაკრიტიკებ, მაგრამ ხსნი რომ მე ვერ ხედავ ნაბიჯებს. მაგრამ ეხლა კიდე უფრო უარეს ვიტყვი, კიდე უფრო მეც ვიტყვი. ვერ გავიგე, საერთოდ ვერ გავიგე. ოღონდ თავდაპირველად ამას ვიტყვი 4 ოქტომბერს მე იქავარ. 4 ოქტომბერს არჩევნებზე არა ვარ და 4 ოქტომბერს 4 საათზე ვარ რუსთაველზე. ვიდგები. დავდგები 1 დღე, 2 დღე, 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, 1 დღე ვიდგები, 2 დღე ვიდგები. მაგრამ ლიდერი პაატა ბურჭულაძე მე უნდა 4-ში ვისყებ და 4-ში ვამთავრებთო. როგორ ბატონო პაატა, როგორ იშლება ფინანსთა სამინისტროდან, როგორ გამოდის, რაგვარიც არის ის მინისტრი, როგორ გამოდის. მთავარია რომ ბიზინა ივანიშვილი წავიდეს, მართალი ბრძანდებით მთავარია რომ ბიზინა ივანიშვილი წავიდეს, მაგრამ ბიზინა ივანიშვილი აბასთუმარში, ჩეროშია წამოწოლილი და თუ ფეხებზე ჰკიდია 200,000 კაცი იქნება რუსთაველზე თუ 258. ჩემი აღებით ყოველ შემთხვევაში. ოკეი, ასე ანუ მივდივართ იქამდე რომ შეცდომა უნდა დავაშვებინოთ, დაგვარბიოს. ჩემზე კუნთმაგარი ბიჭები თუ ყავთ, დაუდგებიან წინ.
კი ბატონო, მაგრამ ფინანსთა მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, უშიშროების სუსის ეს რუსი მდინარაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი, თქვი საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიღაცა პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტად წოდებული, კაბინეტებიდან როდის როგორ გამოდიან? და თუ არ გამოდიან 4-შივე? იმიტომ თქვენ ამბობთ, რომ 4-შივე მთავრდებაო. რატო არ მეუბნებით, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენ გამოვალთ 5-ში, 6-ში, 7-ში, 18-ში, 19-ში, 23-ში, 25-ში ასე შემდეგ. იმაზე მეტ სინერგიას, რასაც ქმნის რვიანი, იმაზე მეტ სინერგიას თითქოს ქმნით, მაგრამ მეორეს მხრივ ისე მაღლა სწევთ ამ თამასას, რომ 4-შივე მთავრდება, რომ ფრუსტრაციის ალბათობა არის ძალიან მაღალი. ფრუსტრირების ალბათობა არის ძალიან მაღალი. რვიანს კი არ ვაქებ, თქვენთან შედარებით, არ ვაქებ. ხაზგასმით ვამბობ, მკვდრები არიანო, მისი პოლიტიკური სუბიექტები, მით უმეტეს რომ 5-ში როგორც მე ხვდები, იშლება საერთოდ. რვიანი, როგორც ასეთი. არ ვაქებ რვიანს. მაგრამ ისინი ქემაინს მოლოდინს არ სწევენ ძალიან მაღლა. ეს ცუდია ერთის მხრივ, მაგრამ არ სწევენ მოლოდინს ძალიან მაღლა. კი არა, საერთოდ არ სწევენ მოლოდინს. თქვენ სწევთ მოლოდინს ძალიან მაღლა. მე იქავარ, ოღონდ რვიანის აქციაზეც ავარ. თქვენ ხართ რვიანის აქციაზე? ეგ რა მაგის პასუხია 4 ოქტომბრელები? მე 13-ში იქავარ, ამის კიდე არის შუაში თორცდები აქცია იქავარ, 4 ოქტომბერსაც იქავარ, ყველა აქციაზე ვარ. ჩემი გეგმა არ მაქვს. მქონდა რაღაც გეგმა აზრები გაუზიარეთ ცალკეულ პოლიტიკოსებს, მე მგონი რომ ვერ გაიგეს. მაგრამ კარგი, ნუ ესე იგი მე ვარ გიჟი, ისინი არ არიან გიჟი, გავიგე. რას აკეთებთ? 5-ში რა ხდება? ამიტომ მე პერსონალურად მაქვს თუ ამას გეგმა ჰქვია, ამგვარი მოსაზრება. გეგმა არ ჰქვია ალბათ მაინც. 4-შიც უნდა ვიყოთ. 13-შიც უნდა ვიყოთ, 4-შიც უნდა ვიყოთ, 5-შიც, 7-შიც, 9-შიც, 12-შიც და 18-შიც და 19-შიც. და სულ არასოდეს არ უნდა დავაგდოთ მოლოდინი, მაგრამ არც არ უნდა ავწიოთ მოლოდინი, არასოდეს. ზედმეტი მოლოდინიც არ ვარგა და მოლოდინის ჩაფუშვაც არ ვარგა. მე მოსახლეობის ნაწილს ვეთხოვ, და ერთი ამას ვიტყოდე. მე უმორჩილესად გთხოვთ, არავინ არ მომისმენს, მაგრამ მაინც აღარ განვაგრძოთ პირველი ხაზარაძე ჯაფარიძის დამუნათება. გავიგეთ, გავიარეთ. შეცდომა დაუშვეს, გავიარეთ. ბიზინა ივანიშვილსაც ეს უნდა, რომ გადავჭამოთ ერთმანეთი, მათ შორის გადავჭამოთ ძვლებიანა შევხრა ხაზარაძე და ჯაფარიძე. ღირსები არიან, ბევრი იტყვის კი ბატონო, მაგრამ ეს უნდა. რომ ისაც არ მოახერხა თუ ვერ მოახერხა თავად, გადანადგურება მისი. ახლა გადაანადგუროს ლაკა. სწორი იქნება ლაკა, იქნება სწორი, მაგრამ ამაში ილევა დიდი ენერგია. მეორე, უმორჩილესად გთხოვთ, რომ 5 ოქტომბრიდან არ დავიწყოთ გადაბრალება ერთის მხრივ პროცესებში მარცხისა, დროებითი მარცხისა. ხაზარაძე ჯაფარიძე არ უნდა დაიწყოს რვიანისთვის დაბრალება, და არ უნდა თქვას, რომ თქვენ რო წამოსულიყავით არჩევნებზე ხო მოვიგებდით, ვერ მოვიგებდით. ეს ერთი, ამავდროულად რვიანმა, არ უნდა რვიანის წევრებმა, არ უნდა თქვან, რომ აი ხო გეუბნებოდი, რომ არჩევნებში არ უნდა წასულიყავი. დიახ, არ უნდა წასულიყო. დამარცხდა, დანარცხდება. ბუნებრივ პროცესს ვერაფერი შეაჩერებს. თუ ეს ბუნებრივი პროცესი უნდა არსებობდეს საერთოდ და თუ ხელოვნური ინექციებით არ აპირებს მამუკა ხაზარაძე პარტიის თუ გუნდის თუ ასე შემდეგ შენარჩუნებას. ეს მეორე. მესამე 4 ოქტომბრელების ამბავი მაღალი ალბათობით რომ ჩაიფუშება, ოქტომბრელებმა არ უნდა თქვან, რომ აი თქვენ რო გამოსულიყავით, ხო ყველაფერი კარგად იქნებოდა. ისევე როგორც ოქტომბრელებზე არ უნდა ვთქვათ, რომ ხო გეუბნებოდით, რომ არაფერი არ გამოვა. და ასე შემდეგ. გადაბრალებას სამართლიანს თუნდაც ჩემი აზრით აზრი არ აქვს. ჩვენ გვართ უმონსტრესი მონსტრის წინაშე. წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში შეცდომების კასკადია ჩვენ მხარეს. ჩემი მოსაზრება არის ამგვარი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ 13-შიც, 4-შიც, სულ. ეს მუხტი უნდა შევინარჩუნოთ. სულ. და ასევე პოლიტიკოსებს უნდა ვანდოთ პოლიტიკური პროცესი. პოლიტიკოსებმა უნდა დააყენონ პოლიტიკური მოთხოვნები ბიძინა ივანიშვილის წინაშე. არა ირაკლი კობახიძის, პაპუაშვილის, დინარაძის თუ სხვათა, არამედ ბიძინა ივანიშვილის.
წინაშე შეუთვალონ, რომ აი ჩვენ გვაქვს ეს მოთხოვნები. ცხადია სინდის პატიმრებისგან თავისუფლება, ცხადია პოლიტიკოსი პატიმრებისგან თავისუფლება, ცხადია ახალი არჩევნების დანიშნა, მაგრამ სხვა მოთხოვნებიც უნდა გაჩნდეს. ამ მოთხოვნების პარალელურად, კი არა, ავიცი ხო, პარალელურად ამ მოთხოვნებთან ერთად. ახლა მე არ დავაკონკრეტებ რა მოთხოვნები უნდა იყოს ეს. და ის უნდა წამოვიყვანოთ, არ წამოვაყოთ. ალბათ, სანამ მართლა 300,000 კაცი არ იქნება, ქუჩაში არ წამოვა. აი 300,000 კაცს როგორ უზრუნველყოფთ 4 ოქტომბრის შემდეგ სხვა დღეს თუ ჭირდება ცხადია 4 ღმერთმა გაამარჯვებინოს 4 ოქტომბრელებს, ხო, მე ეს არ ვიცი. საერთაშორისო ვითარებაზე აღარაფერს აღარ ვლაპარაკობ. უნდა წავიდნენ ანკარაში, ბრიუსელში, ვაშინგტონში, ლონდონში, ბერლინში, პარიზში და ასე შემდეგ, სულ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები. საერთაშორისო მიმართულებით ჩვენი პოლიტიკოსები უკეთი მუშაობენ ვიდრე შიგნით, მაგრამ სულ უნდა იყვნენ. სულ უნდა ვაჯანჭყაროთ ეს რეჟიმი, რომ იქნება და დადგეს დღეწამი, როდესაც მათი დამარცხება იქნება გარდაუვალი ამბავი. ხო, ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვართ მოკლედ რა. ეგ მინდა თქვა. ძალიან ძიმე მდგომარეობაში.